სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმა აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა. საძირკვლის კურთხევას მღვდელმთავრები, საქართველოში სტუმართმყოფი მართლმადიდებელი დელეგაციის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დიდება და მადლობა უფალს, დიდება მამასა და ძესა და სულსა წმინდას, რომ ღირსი გავხადა ჩვენ ამ დღისა, როცა ვაკურთხებთ ადგილს, სადაც უნდა აღჭენდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატის ტაძარი და მონასტერი. გიხაროდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, რამე თუ შევძანდები ფარველი საქართველოსი და საქართველო არის წილმხედრი შენი. გიხაროდეს მოციქულო ანდრია პირველწოდებულო, რომელმაც განგებით ღვთისათა და ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლის ნებით მობრძანდი საქართველოში და იქადაგე სახარება ჩვენ შორის. დიდება თქვენ და წმინდაო ნინო, წმინდაო გიორგი, წმინდაო ნიკოლოს და ყოველო წმინდანო, გიხაროდეთ სადიდებელად ღვთისა და თქვენი ლოცვის მეოხებით აშენდება აქ წმინდა საბადე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა-ლოცვა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმა აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინე. სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიაში საქართველოში სტუმრადმყოფი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლების თანამსახურებდნენ. კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და სტუმრებს ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი, ამბობს დავით წინასწარმეტყველი მეფე. მართლაც უფალი ვიგზავნის ხშირად განსაცდელს, მაგრამ არ გვაკლებს სიხარულს. არსებობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, მოულოდნელი სიხარული. აი ასე ვართ, როცა არ ველოდებით უფალი გასაძლიერებელად და ვიგზავნის ჩვენს სიხარულს. აი დღეს არის დიდი დღესასწაული ხსენება წმინდისა ანდრია პირველწოდებულისა. ეს არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი პირველი გადაგებელი საქართველოში სახარებისა. იგი წამოვიდა სახარებაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით და ჩვენ მადლობთ უფალს, რომ მან იდება ანდრია პირველწოდებულის ჩამობრძანება. ის, ვინც მოციქულებიდან პირველად იხმო თავისთან უფალმა, იესო ქრისტემ პირველი იყო, ვინც ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა შემოიტანა. ქართველები დღეს სწორედ საქართველოში მისი შემობრძანების დღეს აღნიშნავთ. წმინდა ანდრია მოციქული, პეტრეს ძმა, გალილეის ზღვის ნაპირას თევზაობდა, როდესაც უფალმა გამოარჩია და თავისთან მიიხმო.
ამის შემდეგ იგი მუდმივად თან ახლდა მაცხოვარს და მისი ღვაწლის მოწმეც გახდა. მოციქულმა მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც იქადაგა. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ ანდრია პირველწოდებულის სცენების დღეს დიდი სიყვარულით და უწმინდესის კურთხევით ამ დღეს ბოლო წლებში ეძლევა უკვე სახელმწიფოებრივი დატვირთვა. რამე თუ ახალგაზრდამ თაობებმა უნდა იცოდნენ და უნდა ვუქადაგოთ, რომ ანდრია პირველწოდებული არ არის უბრალოდ წმინდანი, ეს არის დიდი მოციქული, რომან დაამშვენა, გააქრისტიანა ჩვენი ქვეყანა. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ხარეს, თუ სად უნდა ეკადაგათ. მაშინ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად საქართველოს გაქრისტიანება ხვდა, მაგრამ მისი მიძინების ჟამი მოახლოებული იყო და თავის წილხტომ ქვეყანაში ანდრია პირველწოდებული გამოაგზავნა და თან თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. აჭარა არის ის კუთხე, სადაც საქართველოში მოციქული ანდრია შემოვიდა. მან მრავალი წარმართი მოაქცია და სასწაულები აღასრულა. გადმოცემის თანახმად იმ ადგილას, სადაც საქართველოში შემობრძანებულმა მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, წყარო აღმოცენდა. სოფელ დიდაჭარაში დღემდე შემორჩენილ ტაძრის ნანგრევებს ასევე წმინდა ანდრია პირველწოდებულს უკავშირებენ. წმინდანმა აწყურშიც იქადაგა, შემდეგ კლარჯეთში, კოლში, არტაანში, პართეთში და სომხეთშიც იმყოფებოდა და იერუსალიმში დაბრუნდა. მოგვიანებით ანდრია პირველწოდებული მოციქულებთან, სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ ჩამობრძანდა საქართველოში და ქრისტიანობა სამეგრელოში, სვანეთსა და აფხაზეთში გაავრცელა. წმინდანმა თავისი ცხოვრების მანძილზე უამრავი ადამიანი მოაქცია. იგი პატრაში, ქალაქის ხელისუფლების ბრძანებით ჯვარზე გააკრეს. თავდაპირველად წმინდანი პატრაში განისვენებდა, შემდეგ კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. უფლის მადლით მობრძანდა ანდრია პირველწოდებული, მოციქული ანდრია პირველწოდებული და აი ამ დღის აღნიშვნა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისაგან არის დასტური იმისა, თუ რა დიდ სიწმინდეს ფლობს ჩვენი ეკლესია, ჩვენი ერი და შემთხვევით არა ვთქვი, რომ სამების საკათედრო ტაძარი 21 საუკუნის კვლელებაა თქო. აი ამ 20 საუკუნის მანძილზე ქართველ ხალხს არ გადაუხვევია ამ ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან, რაც ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა პირველად საქართველოში და რომელიც შემდგომ განამტკიცა წმინდანინომ და მომდევნო საუკუნეებში, რისთვისაც სისხლით დაიღვარა უამრავი ჩვენი წინაპრებისაგან, რომ ეს სარწმუნოება უბიწოდ შემოგვენახა დღემდე. სრულიად საქართველოს უცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის ხსენება წმინდა ანდრია მოციქულისა, მოციქული, რომელსაც ქრისტიანმა უწოდა პირველად და მოციქული, რომელმაც შემოიტანა ქრისტეს ნათელი საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის საქართველოსთვის, რადგანაც სწორედ ანდრია მოციქულმა აზიარა პირველად საქართველოს ქრისტეს ნათელს. იმ ნათელს, რომელიც განკაცებულმა ღმერთმა მოიტანა დედამიწაზე, ღმერთმა, რომელმაც ინება ზეციდან მიწაზე გადამოსულიყო, რათა ადამიანი მიწიდან ზეცად არ ეყანა. ულოცავ თელ ჩვენ სამშობლოს, თელ ჩვენ ქვეყანას. დღეს არის ძალიან დიდი სიხარულის დღე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღე არის, მოგეხსენებათ. ის მოქცეულია თელი ჩვენი ქვეყანა და იმიტომაც არის ჩვენი ეკლესია სამოციქულო ეკლესია. დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში სიონიდან ლოცვითი მსვლელობით ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოაბრძანეს, რომელიც 1999 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ათონის მთაზე ბერებმა დაწერეს. მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა იწყება. ამ მოვლენას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ისტორიული უწოდა. ყოველი ქართველი, როცა შევა ამ ტაძარში, შევა თავის აშენებულ ღვთისსახლში. ბრძანა კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით 2002 წელს მახათას მთაზე მამათა მონასტერი დაარსდა. აქვე აიგო წმინდა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძარი. დღეს კი კიდევ ერთი ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
მახათას მთაზე სამზადისი დილიდანვე დაიწყო, დაიდგა 3 სცენა, დამონტაჟდა 2 მონიტორი, რათა მრევლ საშუალება ჰქონოდა ღონისძიების მსვლელობისთვის თვალყური ედევნებინა. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას კათოლიკოს პატრიარქის ღვთვა კურთხევით საქველმოქმედო ფონდი ივერიის საუწევს ორგანიზებას. ტაძრის აგებაში საკუთარი წვლილი შეტანა თითოეულ ქართველს შეუძლია. ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, დღეისათვის აქციაში 100,000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. დღეს ნამდვილად დაიწყება ისტორიული მშენებლობა, ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე და ჩაიყრება საფუძველი ჩვენი ერთიანობის ტაძრის მშენებლობას და საქმეს, რომელშიც ყველა იქნება თანაბარი. 4 სპეციალურად მომზადებულ კაფსულაში ჩაეწყობა სიწმინდეები და ქვები და შემდეგ მრევლთან ერთად 700-მდე მგალობელი შეასრულებს წმინდაო ღმერთო სამით დასრულდება დღევანდელი საღამო. ამ ისტორიული მოვლენის სანახავად მრევლი საქართველოს 37-ვე ეპარქიიდან ჩამოვიდა. მოვიდნენ, რათა თავად იყვნენ უშუალო მოწმეები კიდევ ერთი ქრისტიანული ძეგლის მშენებლობის დასაწყისისა. მათი და მათი ახლობლების სახელებს კი ეს ქვები შემოინახავენ და საძირკველის გაჭრის შემდეგ ტაძრის საფუძველში ჩაიყრება. მე ყველა ქრისტიან მართლმადიდებელს მინდა მიულოცოს შესანიშნავი დღესასწაული, ანდრია პირველწოდებულის დღე. ამ დღეს მახათის მთაზე სრულიად საქართველო იკრიბება. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ უფლის, რომ ღირსი გავხადა დღეს ქუთაისიდან ჩამოსული ქუთათურები ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მრევლი მოვსულიყავით და მიგვეღო მონაწილეობა ამ ლამაზ დღესასწაულზე. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყოველი ქართველის ცხოვრებაში. შენდება ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. ეს გრანდიოზული მშენებლობაა. ყოველ ქართველს თვლი რომ ყოველმა ქართველმა უბრალოდ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მნიშვნელოვანი დღე დღეს მთელი საქართველოსთვის, ყოველს ულოცავ მნიშვნელოვან დღეს, უსურვებს ყოველს ბედნიერებას და ივერიის ღვთისმშობელი ფარავდეს მთლიანად საქართველოს. სტიკაროსნები ანტონ მარტყოფელის სახელობის ეკლესიაში და აქ იმისთვის მოვედით რომ ეს გვენახა ეს შესანიშნავი ბრწყინვალე დღესასწაული. მახათას მთისკენ მსვლელობა ვარკეთილიდან და ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო. მორწმუნეებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ტაძრის მშენებლობის ადგილზე მიაბრძანეს. ტაძრის საძირკველის კურთხევის ცერემონიალი მახათას მთაზე საღამოს 6 საათზე დაიწყო. ეკლესიის საფუძველი კათოლიკოს პატრიარქმა თავად აკურთხა. 700-მდე მომღერალმა კი საეკლესიო მრავალჟამიერი და უწმინდესისა და უნეტარესი საგალობელი წმინდაო ღმერთო შეასრულა. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც 12 ჰექტარს მოიცავს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლი, საგანმანათლებლო და ნარკოლოგიური ცენტრი განთავსდება. წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ ტაძრებში საზეიმო ლიტურგია შესრულდა. თბილისში წმინდანის სახელობის რამდენიმე ტაძარი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი პირველი კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარია, რომლის წინამძღვარიც არქიმანდრიტი სოგრატია. დღეს აქ საზეიმო წირვა სწორედ არქიმანდრიტმა სოგრატმა აღასრულა. წირვის შემდგომ კი მან ქართველ მართლმადიდებლებს დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობასა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა. დღე სასწაული დღეს აღემატება. სასწაული არის ნიშნავს რომ ბუნებრივი ამბავი არ არის, ზებუნებრივი ამბავი არის. პირველ საუკუნეში ქართველი ხალხი ემსახურდა შმაგცა კერპებსა და ბავშვები უკრავდნენ ხოლმე. ეს შეიცვალა ქრისტე რომ მოვიდა ბნელეთი განათა და გამონათადა უცნობი და მამის ბრძანება გვაუწყვა ჩვენ და ისო დაწესდა რაც უმჯობესი არის, რაც მისაღები არის, ის ყოველ დღესეული. ის ყოველ წელს აღინიშნება რომ დაწესდება ყველას გილოცავთ ამ უდიდესი დღესასწაულს, მოგილოცავთ ყველას. ჩემი შვილიც აი ამ წმინდანის ანდრია პირველწოდებულის სახელს ატარებს და მთელ საქართველოს უსურვებ სიმშვიდეს, ბედნიერებას და ყოველივე კარგს.